მე ვარ ფიქრია კობახიძე, მე ვენახე, რომელიც კახეთში მოხდით სუსტად საქმიანობიდან გამომდინარე, ჩემი მეუღლე იყო GVS-ის გენერალური დირექტორი. გააშენა ვენახები და აღმოჩნდით ესე ამ შუაგულ ყვარელში. 10 წლის წინ ჩემი მეუღლე მოხდა ავარიაში და იძულებული გავხდი მე თვითონ ჩავმულიყავი ამ საქმიანობაში. ჩემს პატარა მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად დილიდან დაღამებამდე მართლა ესე მუხჩაუხრელად ვშრომობდით. ბავშვებიც აქ გაიზარდნენ, ასე რომ ვთქვათ, მე ვენახეობაში და ვენახის მოვლა პატრონობაში. სტიმული ალბათ ყოველწლიურად უფრო მეტი არის, იმედიც უფრო მეტი არის. ვენახი და ოაზი ზოგადად მოითხოვს სუსტად იმდენ შრომას, რაც ბავშვის აღზრდას აღჭირდება. ეს არის ყველაზე საოცარი და ძვირფასი მიკროზონა, კინძმარაულის მიკროზონა, რომელიც გამოირჩევა თავის გემოვნური თვისებებით, თავის შემადგენლობით და რა ვიცი, ყველანაირად რო ახლოს არის ადამიანის გენეტიკასთან და ყველანაირად რო ახლოს არის ქართულ სულთან და ქართულ გენთან. დრო ჩამოვედი თავიდან ვენახში, ტერიტორიაც არ ვიცოდი რამდენი იყო. წამოვედი რაღაცა სიბნელი და რო გამოხვალ, აი ზუსტად ისე და იმდენად შემიყვარდა ეს საქმიანობა, რომ არც მიფიქრია არასოდეს, რომ მოდი მე ამას ახლა თავს დავანებებ და წავალთა თბილისში ვიცხოვრებ. ძალიან მაგარი სტიმული მაქვს. თავიდან იყო ესეთი შემთხვევები, აი სუპერულად რო დავიწყე მე ეს საქმიანობა, შეხვედრებზე რომ მივდიოდი სადღაც და მარტო რომ მე ვიყავი ხალი, მართლა აი მიტირია კიდევაც, რომ ესე არავინ და მარტო მე ხალი რაღაცნაირად ვიყავი, აი მარტო. მაგრამ ნელ-ნელა აი რაღაცნაირად დავფუძნდი, რაღაცნაირად ფეხი მოვიკიდე ამ სფეროში. რაღაცნაირად მნიშვნელოვანი გავხდი ალბათ ამ სიტუაციისთვის, რაღაც ნაწილი ვარ უკვე მე ამ მევენახეობის და პატივისცემაც გვაქვს, ყურადღებაც მაქვს, როგორც ჩემი მხრიდან, ისევე იმათი მხრიდან და რა ვიცი, მე მინდა რომ უფრო მეტი ხალი იყოს ჩართული ზოგადად ასეთ საქმიანობაში, უფრო მეტი პერსპექტივაც და შრომის დაფასება მინდა უფრო მეტი რო იყოს. ის რომ მე რაღაც ადგილი დავიმკვიდრე აქ, ეს ალბათ ჩემი აი უფლისყალობაც არის და ჩემი ხასიათიდან გამომდინარე არის. მივდივარ სანთელს ვანთებ, აი სანთელს ვანთებ ყველა ოპერაციის დროს ზოგადად, რავი, ესეთი რწმენა მაქვს და გასხლის დროს, მერე რემონტის დროს, მერე და აი სულ სანთელს ვანთებთ იქ და მომავალში უფლისყალობით თუ კარგი სიტუაცია ჩაგვივარდა, ვფიქრობ რომ მქონდეს მარანი. მინდა რომ მქონდეს ჩემი ღვინო. რაც შეეხება ვენახის მოვლას, ვიწყებთ გასხლიდან, გასხლაში მე თვითონაც ვიღებ მონაწილეობას. მირჩევნია რომ გავაკეთოთ ცოტა და ხარისხიანად, ვიდრე სწრაფი წესით და ბევრი. ჩამქიმიკატები მნიშვნელოვანი არის ვენახის და მოსავლის მისაღებად. განსაკუთრებით მომწონს ბარაქას პრეპარატები. ყველაზე მნიშვნელოვანი არის გუნდი, რომელიც მუშაობს ბარაქასთან. თუ გუნდმა თავის დროზე ვერ გადაწყვიტა პრეპარატის შეტანა ვენახში, ჩათვალეთ რომ როგორი კარგიც არ უნდა იყოს წამალი, იმის მოქმედებას აზრი არ აქვს. დიდ მადლობას ვუხდი მე თქვენს გუნდს. გისურვებთ ყველას, მთელ საქართველოს ზოგადად და განსაკუთრებით ქალებს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბარაქიან წელს და ლამაზ მომავალს. მარტო ჩვენ არა, მთელ საქართველოს.